9 საათიანი კურიერის შემდეგ საინფორმაციო პროგრამა ანარეკლი განაგრძობს პირდაპირ ეთერში მუშაობას. დღეს გორის რაიონის გამგეობის ადმინისტრაციულ სხდომათა დარბაზში ამერიკის იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლებმა არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან სემინარი გამართეს. არასამთავრობო ორგანიზაციების შეხვედრა მრგვალი მაგი და ანტიკორუფციული საქმიანობის შესახებ გორში უკვე მესამედ გაიმართა. შეხვედრის ძირითად მიზანს წარმოადგენს ანტიკორუფციული საქმიანობის ახალი სამოქმედო გეგმის გაცნობა. პირველი საფეხურების განსაზღვრა ანტიკორუფციული სამოქმედო გეგმის განხორციელებისთვის და აღნიშნულ საქმიანობაში სამოქალაქო საზოგადოების ჩართვა. ანტიკორუფციული სამოქმედო გეგმის შესახებ ისაუბრა ამერიკის იურისტთა ასოციაციის სამხარეო დირექტორმა კერილინ კლარკ კემბელმა. იგი კორუფციის დასაძლევად გარდა არასამთავრობო და სამოქალაქო საზოგადოების აქტიურობისა აუცილებლად მიიჩნევს ხელისუფლების მხარდაჭერას. მას მიაჩნია, რომ საქართველოში კორუფციის დაძლევა სირთულეს არ წარმოადგენს. I see Georgia and I see a country that is beautiful. And a great immense culture. There's no reason why this should be one of the most advanced countries in the world. As long as we bring our corruption, Georgia is going to be a leader in economics, in culture, and there's no reason. დღეს გამართულ სემინარს ესწრებოდნენ არასამთავრობო ორგანიზაციების, გაეროს ასოციაციის, ასოციაცია ქართლის დედას, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის კავშირის, კონსტიტუციურ უფლებათა დაცვის ცენტრისა და მასმედიის წარმომადგენლები. სემინარის მონაწილენი თვლიან, რომ ამგვარი ტრეინინგები ანტიკორუფციულ საქმიანობაში შედეგს იმ შემთხვევაში გამოიღებს, თუ კონკრეტული სამუშაო გეგმების განხორციელება დაიწყება. თავისთავად სრული არაა ასეთი ვიზიტები და თავისთავად შედეგიც ექნება, მაგრამ უბრალოდ ეს ნაკლებ ეფექტური იქნება. ვინაიდან აქ არის ფაქტობრივად პროგრამა ისეთი, რომ ეს შეიძლება იდეალურ სიტუაციაში განხორციელდეს. აი კონკრეტულად ერთი მუხლია, სადაც წერია, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებს უნდა ჩაუტარდეს ანტიკორუფციული ტრეინინგები. მაგრამ ეს მესახება ასეთნაირად, რომ ჯერ ჩაუტარო ვეგეტარიანელობაზე ლექცია. კორუფციასთან საბრძოლოდ თოდესღაც უნდა გადაიდგეს პირველი ნაბიჯი და მე ვთვლი, რომ ამ ნაბიჯის გადადგმა დღეს უკვე შესაძლებელი არის და მით უმეტეს ასეთი შეხვედრები, სემინარები და ტრენინგები, რომელიც ადამიანის ცნობიერების ამაღლებაზე, ადამიანთან მიმართებაში მუშაობაზე, თუ რა უნდა გაკეთდეს კორუფციასთან საბრძოლოდ, კონკრეტული სამუშაო გეგმების შემუშავება უკვე უნდა დაიწყოს და ეს მე ვთვლი, რომ ძალიან კარგი გადადგმული ნაბიჯია ამ მიმართულებით. ამერიკის იურისტთა ასოციაციის სამხარეო დირექტორის განცხადებით, საქართველოში ანტიკორუფციული საქმიანობის გეგმის განხორციელება მანამდე გაგრძელდება, ვიდრე გარკვეულ შედეგს არ გამოიღებს.